თქვენ თვითონ როდესაც დაიწყეთ ეს მოძრაობა რამდენად ემუძნებოდით რომ აი ესეთი ფინალი ექნებოდა ამას თავარი განსხვავება ჩემსა და ძალიან ბევრ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს შორის საქართველოში იყო ის რომ ამ ხალხის სერიოზულ ნაწილს პათოლოგიურად არ ჯეროდა საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის იყო ესეთი განცდა რომ ქართველები არაფრისთვის ზათ არ არიან ქართველები ესენი არიან მძინარე მასა ესენი არასოდეს ხელს არ აწევენ რაც არ უნდა უქნა ამათგან არაფერი არ დადგება ხალხი ყველაფერს შეეგოა ხალხი იმედგაცრუებულია და დასკვნა ამიტომ ჩვენ თავს უნდა მივხედოთ ჩვენ უნდა გავრიგდეთ შევარდნაძესთან მთავრობასთან ოლიგარქებთან იქ ადგილობრივ რაღაცა ბანდიტებთან და ჩვენი ცხოვრება მოვაწყოთ თან გვერდქვას პოლიტიკოსები კაი ცხოვრებაც ქონდეს კაი სმაჭამაც ქონდეს და ნუ ეხლა დიდი არაფერი მაინც ამ ხალხისგან არ დადგება სხვა პოლიტიკოსები არ წავიდნენ სხვა პოლიტიკოსები აგერ გარიგდნენ აგერ რუსთაველზე იმას რა ქვია იქ რამნეს ვის რა ციფრს დაუწერდნენ საარჩევნო კომისიაში იქ ვინ რა ფულს მიცემდა რომელი საწარმო და რამდენ წილს აიღებდნენ და ეს ეგონათ მათთვის პოლიტიკური კამპანია ეს იყო მათ